ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს თუ როგორ შეუძლია ბლოგს შეინარჩუნოს რადიო თავისუფალი ევროპა, რადიო თავისუფლების სამსახური მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სააგენტოს დაფინანსების მკვეთრად შემცირების შესახებ გამოაცხადა. ჩეხეთი, სადაც 25 წელია სააგენტოს სათაო ოფისი მდებარეობს, ინიციატივით გამოვიდა ევროკავშირმა მედია საშუალება დახურვისგან გადაარჩინოს. დღეს ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩეხეთის ინიციატივას, რომელსაც შვედეთმა ხელი მოაწერა, რათა დავრწმუნდეთ, რომ რადიო თავისუფლება კვლავ იქნება მნიშვნელოვანი ხმა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ეს ყველაზე მეტადაა საჭირო. თუმცა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი ამბობს, რომ დაფინანსების მოპოვება მარტივი არ იქნება. სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაფინანსებას ხსნის. ახლა ჩვენთვის ჩნდება კითხვა, შეგვიძლია თუ არა შემოვიდეთ ჩვენი დაფინანსებით, რათა შევავსოთ ის სიცარიელე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ტოვებს. ამ კითხვაზე პასუხი ის არის, რომ ავტომატურად ამას ვერ შევძლებთ, რადგან ჩვენთან მსგავსი თხოვნით ბევრი ორგანიზაცია მოდის. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრების სურვილია ეს საკითხი განიხილონ და გამოსავალი გამონახონ. რადიო თავისუფლებამ მაუწყებლობა ცივი ომის დროს დაიწყო. სააგენტო მუშაობს როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.